მე ვარ ლუსი თამაზაშვილი 7 წლის. სწავლობ ციხისძირის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, თამაში და ხატვა. ამ სამიდან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე, როცა ვიყავი 3 წლის. ზოგიერთი მაშინდელი ნახატი ახლაც მაქვს შენახული. მას შემდეგ სულ ვაგროვებ ნახატებს. არ დამთვლია, მაგრამ მაქვს ალბათ 200 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა მოვაწყო გამოფენა. ეს გამოფენა მინდა მქონდეს ბათუმში. ვის დავპატიჟებდა ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს და დედაშვილებს. საპატიო სტუმრად მოვიწვევ ჩემს დამრიგებელ დარეჯან დუმბაძეს. ნახატების გაყიდვას ვაპირებდი, მაგრამ არ გამომივიდა. დავხატებები ნახატი და მეორე დღეს ჯვართან მინდოდა მისვლა, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს. ისე კარგად ხატავ, ჩემი აზრით გაიყიდებოდა. თითო ნახატი ეღირებოდა 5 ლარი. მან ფულით უნდა მეყიდა წიგნები. კითხვა მიყვარს და უკვე ვისწავლე ყველა ასო. ყველაზე მეტად მომწონს ასობგერალ, იმიტომ რომ ჩემი სახელი იწყება. არ მომწონს, იმიტომ რომ დაჭყანულია. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი ჩემი დამრიგებელი დარეჯან დუმბაძე. იმიტომ რომ ძალიან თბილია, ძალიან კარგია და არასდროს არ ყვირის. მე ვუყვარვარ განსაკუთრებით და სულ მეხუთება. ჩემი აზრითაც ყველაზე მეტად მე მიყვარს უფრო. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდა ექიმი. თუ ექიმი ვერ გავა, მაშინ გავა მოცეკვავე. მით უმეტეს ცეკვა ახლაც ძალიან მიყვარს. უკვე 1 წელია დავდივარ ცეკვის წრეზე. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ტრიალი რაღაცნაირად უნდა ტრიალი ვიყავი. ყველაზე ადვილი იყო პირველი ასე რომ გაწევდი ფეხს და ასე შემწვდი. ჩემი საყვარელი ცეკვა არის რაჭული. საყვარელი ლექცია ესა. უკვე ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა სიმღერაშიც და ცეკვაშიც. ადრე დავდიოდი სტუდიაში და იქ მღეროდი და ვცეკვავდი. ჩემი საყვარელი სიმღერა არის ფრინავე პეპლები. რადილა თენდება, სიმღერა მინდება, ფოთოლთა შრიალი ფრინველთა ხმა, სიყვარულს პირდება, გული მღერის, გული ხარობს, ბრუნავს დედამიწა. ურულოცა კრიალა ზღვა რა გინდა ზღვა მე ვაპირებ ვიმღერო და ვიცეკო დიდ სცენაზე სახლში ვცხოვრობთ მე დედიკო მამიკო ჩემი დაიკო ბებია და ბაბუა კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა ჩემი და არის 5 წლის და ქვია ნინა ის არის მაიმუნი ძალიან ცელკობს კიდე ცოტა საყვარელიც არის და ცოტა ლამაზიც ცოტა არა ძალიან ლამაზია. ჩემი აზრით ნინა რო გაიდება გამოვა დიპლომატი. მამიკო არის სიმპათიური, ვაჟკაცი და მხიარული. ადრე უცხოეთში მუშაობდა, ახლა რო ჩამოვიდა ფიქრობს. ჩემი დედიკო არის ძალიან ზრუნველი და ტფილი. კიდევ არის ჩემსავეთ ლამაზი და პრანჭი. ზოგჯერ პრანჭებით ერთად და მე ვასწრებ. გაბრანჭვის მერე მიხარია სტუმრებას დაბადების დღეზე. ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს და ახალი დღე. სხვათა შორის მე ზამთარში მაქვს დაბადების დღე 6 დეკემბერს. თოჯბო მაქვს სულ მოაქვს საჩუქრები, მაგრამ მე არ მჭირა. შარშან მომიტანა თოჯინები. წელს მინდა მომიტანოს საპრანჭაო საღებავები. ჩემი აზრით თოჯბო არის 400 წლის. მისი ნამდვილი სახელია ზოზა. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენ. ყველი ზღაპარია ფიფქია და 7 ჯუჯა. მეც მინდა რომ ვიყო ფიფქია და მინდა მყავდეს 10 ჯუჯა. დადასტურებული ჯოხი რომ მქონდეს, გავხტებოდი ნამდვილი პრინცესა. მაგრამ მე მგონი უკვე ისე დაცვა პრინცესა. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რომელია ჩემი საყვარელი თამაში? ჩემი საყვარელი თამაშია თოჯინებით თამაში და წრეში ბურთი. სახლში მყავს ბევრი დათუნია და 4 თოჯინა. ჩემს საყვარელ თოჯინას ქვია ეფემია. ისე ტასო ქვია და მე ეფემია შევარქვი. უკვე ერთი თვე თამაშობ დედაშვილობანას. ეფემია არის ჩემსავი ჭკვიანი დამჯერი და საყვარელი გოგო. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 17. ბედნიერება არის ჩემი დაიკოს ყოლა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. კიდევ არის დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.